გამარჯობა. რამდენი ხანია ვიდეო აღარ ჩამიწერია და დღეს მომინდა ისე ჩამეწერა. და მინდა ვისაუბრო კარმას. კარმა. ხშირად ერევით ბედთან ან სასჯელთან. რომელიმე გარეშე არსების ან არსებების მხრიდან ჩადენილთან. რა სიტყვით იმაზე, რომ ჩვენ თვითონ ქმნით საკუთარ კარმას. ეს არის შედეგი იმ ყველაფრის ჩვენს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების და ჩვენი ყოველდღიური არჩევანის შემდეგ. რომელსაც ხშირად შემთხვევაში არაცნობიერად, გაუცნობიერებლადაც კი ვაკეთებთ. გადაწყვეტილებებზეა საუბარი. რას ნიშნავს სიტყვა კარმა? შეგიძლიათ თქვენ ეს დაგუგლოთ თუ რას ნიშნავს. მაგრამ არსი კარმის რომ გავიგოთ კარგად. პირველ რიგში უნდა გავიგოთ საკუთარი ენერგიის არსი. ენერგია ეს არის მარადიული ყოფნა ვინმეს ან რაღაცის გარშემო. ამ კონცეფციის მიხედვით თითოეული ჩვენი მოქმედება უკვე ატარებს მის მიერ შექმნილ ენერგიას. ამიტომ ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროსთან ურთიერთობით ჩვენ თავად ქმნით ან ცუდ ან კარგ ენერგიას. სიტყვა კარმას აქვს პირდაპირ და ძალიან ზუსტი თარგმანი. ეს არის კონცეფცია, რომელიც მოიცავს ყველა ვერბალური, ფსიქოლოგიური ან ფიზიკური მოქმედების შექმნას და შეჯამებას. თუკი თითოეული ჩვენი მოქმედება ცალ-ცალკე ქმნის საკუთარ ენერგეტიკულ ქსელს, რომლის შედეგადაც მიიღება სიტუაციები, კარმის კონცეფცია, ესე იგი, დაკავშირებულია კონკრეტულ სიტუაციის ტიპთან და მის გადაწყვეტასთან. ფაქტია, რომ ადამიანები ძალიან ხშირად ვერ აცნობიერებენ რეალურ ზიანს, რაც მათ ქმედებებს შეიძლება რომ მოჰყვეს. ან ის რომ ვინმეს ცუდად ექცევიან. მიმდევრობა ასეთი ენერგიები შეიძლება იყოს განსხვავებული. ის დამოკიდებულია თვითონ პიროვნებაზე. ყველაფერი მარტივია. ამიტომაც არის რომ ადამიანები ხშირად ერთნაირად რეაგირებენ მსგავს სიტუაციებზე. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა ხდება მონეტის მეორე მხარეს. რა არის ის, რასაც ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას. გაცნობიერება და შესწავლა საკუთარი კარმის მოგცემს სწორად, რომ შევცვალოთ ენერგეტიკა და ქმედებები. იმისთვის, რომ შევძლოთ შაკეტილი წრიდან გასვლა. მე მინდა აქვე მოგითხროთ კარმის კანონებზე, რომელთა შესახებ ალბათ იცით, გსმენიათ, მაგრამ მე მაინც გიამბობთ. კარმა, როგორც უკვე ვახსენე, არის ადამიანის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგი, რომლებიც განსაზღვრავს ბედს. ის გვეხმარება ცხოვრების გადახედვაში და მისგან გარკვეული გაკვეთილების მიღებაში. ჩვენი ქმედებების შედეგებს ვერ გავექცევით. ეს არის კარბული კანონების ესეთი საფუძველი. ნებისმიერ ჩვენს ქმედებას აქვს თავისი შედეგი. უმოქმედობასაც კი უმოქმედობაც კი ქმედებაა, ეს დამატებით. თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შესასვლელად, თუ რა თქმა უნდა გინდათ ეს, ყურადღება უნდა მიაქციოთ კარმის ამ 12 კანონს, რომელზედაც ახლა მე თქვენ მოგითხრობთ. სწორედ ისინი განსაზღვრავენ ადამიანის ბედს. პირველი უდიდესი კანონი ცხოვრებაში პოულობ მხოლოდ იმას, რასაც მასში ცხოვრებაში დებ. თუ გინდა იყო ბედნიერი და საყვარელი, უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი. თქვენს კი პატივისცემითა და სიკეთით მოეპყრო. მეორე შექმნის კანონი. ცხოვრებაში არაფერი ხდება თავისით. ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ, ამისთვის, რომ რაღაც შეიქმნას. იყავით ის, ვინც ხარ, საკუთარი თავი, პირველ რიგში.
მესამე ზრდის კანონი. იმისთვის, რომ ცხოვრებაში განვითარდეთ და წინ წახვიდეთ, შეცვალე საკუთარი თავი და არა სხვა ადამიანები. როგორც კი ადამიანი ცვლის თავის აზრებს, გარე ფაქტორებიც იცვლება მის გარშემო. მეოთხე, თავმდაბლობის კანონი. იმისთვის, რომ რაღაც შეცვალოთ, ჯერ ის რაღაც უნდა მიიღოთ როგორც მოცემულობა. ეცადეთ ადამიანებში კარგი მხარეები შეამჩნიოთ. ყურადღება გაამახვილეთ თქვენს მეგობრებზე და არა მტრებზე. მეხუთე, პასუხისმგებლობის კანონი. თუ თქვენ ცხოვრებაში პრობლემა გაქვთ, მაშინ ის პრობლემა თქვენშია თავად. ადამიანის სამყაროს ანარეკლია და სამყარო კი ჩვენი ანარეკლია. ჩვენს გარდა მერწმუნედ არავინ არ არის პასუხისმგებელი ჩვენსავე ცხოვრებაზე. მეექვსე, ურთიერთკავშირის კანონი. ჩვენს ყველა ქმედებას აქვს შედეგი. იმისთვის, რომ შედეგს მიაღწიო, რაღაც უნდა დაიწყოთ. მიზნის გარეშე მოცურავე გემისთვის არც ერთი ზურგის ქარი არ იქნება ხელსაყრელი. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია. თუნდაც ყველაზე პატარაც კი. წარსული, აწმყო და მომავალი ძალიან მჭიდროდ არიან კავშირში ერთმანეთთან. ძალიან მჭიდროდ. მეშვიდე, ფოკუსირების კანონი. ყოველთვის მხოლოდ ერთ რამეზე გაამახვილეთ ყურადღება, ერთ რამეზე. როდესაც რაიმე მაღალზე, მიუწვდომელზე ფიქრობთ, ძნელია და მტკივნეული მაგ დროს მერე დაცემა. ამიტომ ერთი რაღაცა. მერვე, გაცემის კანონი. თუ რამეს ამტკიცებთ, დარწმუნდით იმაში, რომ მზად ხართ ეს საკუთარი მაგალითით აჩვენოთ. ადამიანს მხოლოდ ის შეუძლია ასწავლოს, რაც თავად გამოუცდია პრაქტიკაში. მეცხრე, კანონი აქ და ახლა. ნუ ინანებთ წარსულზე და ნუ წინასწარმეტყველებთ მომავალზე. იცხოვრეთ აწმყოთი, ცხოვრებაში ყველა კარგი რამ ადგილზევე აქ და ახლა უნდა გააცნობიეროთ და მოახდინოთ რეალიზება. ძველი წარსული ნეკროლოგიური დამოკიდებულებები ხელს უშლის ახლის გამოჩენას თქვენ ცხოვრებაში. მეათე, მოთმინებისა და ჯილდოს კანონი. ღირებული ჯილდოები მეტ შრომას მოითხოვს. სიხარული იმაშია, რომ აკეთებ იმას, რაც საჭიროა. იცოდე და წამდეს, რომ ჯილდო წინ გელოდება. მე-11, ცვლილების კანონი. სანამ თქვენ რაიმედან გაკვეთილს არ ისწავლი, ცხოვრება ხელს შეგიშლის და ისეთ სიტუაციებში ჩაგაგდებს, რომლებიც წაგახალისებს და შენი გზის შეცვლას გამოიწვევს, გაიძულებს. გამოცდისავით აქვს სამყაროს კოსმოს ახასიათებს ესეთი რაღაც. და გახსოვდეთ, რომ დრო მიგადის, მიედინება, ყველაფერი ცვალებადია და იცვლება. მე-12, საგონების კანონი. ადამიანი იღებს იმას, რასაც იმსახურებს. ის, რაც სიყვარულით კეთდება, ყოველთვის თაგაგონებს. გახსოვდეთ, კარმა არ ნიშნავს განაჩენს და იმ ჩაკეტილი წრიდან გამოსავალი სწორედ შენს ხელშია. გაჩერდი, მიმოიხედე, დაინახე ის, რაც ხდება სინამდვილეში, შენს გარშემო და დაიწყე ცვლილებები იქ, სადაც ყველაზე მეტად იმედგაცრუება გაქვს და მოლოდინები გქონდა. აიღე საკუთარი ცხოვრების სადავეები ხელში და შეცვალე ძველი ჩვევები ახლით. სწორედ ეს არის კარმის ცვლილების დასაწყისი, როდესაც შენ გამოდიხარ კომფორტის ზონიდან და ცვლი რადიკალურად რაღაცეებს საკუთარ ცხოვრებაში. ასე რომ,
კარმა არ არის საშიში ბიჭი, კარგი ბიჭია და როგორც გითხარით, დამოკიდებულია ჩვენს გადაწყვეტილებებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე და ჩვენსავე ქმედებებზე, ნებისმიერზე, თუნდაც სიტყვიერზე. ასე რომ წარმატებების სოყალას და თუკი ნუმეროლოგიაში არსებობს ესეთი ფორმულა, სადაც შეიძლება კარმული ესეთი დანიშნულებების გაგება. თუკი დაგაინტერესებთ, თქვენ რა არის თქვენი კარმული დაბადებამდე არჩეული და თან წამოღებული თქვენი კარმული დანიშნულებები, რა არის გადასამუშავებელი და რას უნდა მიაქცევთ ყურადღება, კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მომართოთ პირადში. მადლობა.